მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე, რასაც არ ამხელს. დღეს გვაქვს ერთ პოზიციანი გაშლა, თუ გიყვართ ესეთი გაშლები, დარჩით ჩემთან ერთად. ვიდეოს იმ შემთხვევაში უყურეთ ბოლომდე, თუ თქვენზე დღევანდელი საჯარო თემა რეზონირდება. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც ჩართავთ მოусმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული და თუ გსურთ პირადი კონსულტაცია ან ტაროს შესწავლა გაინტერესებთ, მომწერეთ დეტალებისთვის მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ახლა შეგიძლიათ კონცენტრირდეთ იმ ადამიანზე, ვისაც გინდათ რომ კარტმა პასუხები მოგცეს. შეგიძლიათ თქვათ მისი სახელი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი სახე, გაიხსენოთ დადებითი ემოციები, მოგონებები უпростоრად, რომელიც თქვენში იწვევს დადებით ემოციებს და დავიწყოთ მისი საიდუმლო ფიქრები. პირდაპირ მოდის აქ რაღაც გულისწყეტა, მისი საიდუმლო ფიქრები იწყება ან დანაშაულის შეგრძნებით. თუ თქვენ შორის მოხდა რაღაც ისეთი საკითხი, რაზეც აღმოჩნდა, რომ მან მოიტყუა ან ტყუილით დაიწყო ურთიერთობა, ან რაღაც დამალა თქვენგან მნიშვნელოვანი, ან შეიძლება ამას გრძნობთ და ეს ადამიანიც გრძნობს, რომ ნახევრად თქვენ ხვდებით რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი, ამაზე ხშირად საკუთარ თავთან, როდესაც მარტო რჩება, ეფიქრება, რომ რამდენად სწორად იქცევა. ცოტა მის საიდუმლო ფიქრები იხრება იმისკენ, რომ მის შინაგან, ესე რომ ვეძახით ხოლმე ნამუს, ანუ სინდის, უпростоრად შეეხეთ რაღაცით, ან თუ აქამდე ეგონა რომ რაღაცა უნიშნელოვან, უწყინარი რაღაც დაფარა ან რაღაცას მალავდა და ეს არანაირ კავშირში არ იქნებოდა შემდგომ თქვენთან ურთიერთობაში, რადგან ეგონა რომ ან გზები გაიყოფოდა თქვენ შორის, ან იფიქრა რომ ყოველ შემთხვევაში არ მიანიჭა დიდი მნიშვნელობა, ახლა ფიქრობს რომ ეს მდგომარეობა მის ხასიათზე, რაც თქვენ გიკავშირდება, ზეგავლენას ახდენს, თვითონვე მძიმდება, თვითონვე ცუდად ხდება რომ რაღაცას მალავს, რაღაცას იტყუება თუ რაღაცას ფარავს და ან უკვე აღმოაჩინეთ ეს ყველაფერი, ან უკვე თქვენშიც იხარშება რაღაც ფიქრი, რომ ეს ნამდვილად ესე იქნება, რაღაცა ეჭვის მდგომარეობა გაქვთ და ეს ადამიანი ხვდება, რომ თქვენ ეჭვობთ და ამაზე ძალიან შინაგანად განიცდის და ცუდად გრძნობს თავს იმ კუთხით, რომ აი ეს დაფარული სიტუაცია მისა და თქვენ შორის არსებულ ურთიერთობაზე ზემოქმედებს. მისი საიდუმლო ფიქრები თქვენზე არის არასინდისიერად ვიქცევი ან მოვიქეცი, აი ეს. არ ვიცი, ან ამ პიროვნებამ დაგკარგათ და მე აღმოაჩინა რამდენად უყვარდით, ან თუ ახლაც ურთიერთობა გაქვთ, ამ პიროვნებამ აღმოაჩინა, რომ სიყვარული აქვს გულში, რომ ეს ხუმრობა არ არის, რომ არის ეს სერიოზული გრძნობა, მაგრამ რაღაც დანაშაული აქვს ისეთი, რომ ეშინია, რომ ან ეს გაცხადდება და დაგკარგავთ, ან ძალიან ეშინია, რომ ეს სიყვარული ბოლომდე მიიღოს და გამოტყდეს ამაში. თითქოს სურს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იცის თქვენი რეაქციის. აქ არის ორი ვარიანტი. ან ამ პიროვნებამ აღმოაჩინა, რომ შეუყვარდით და არ იცის ამას თქვენ როგორ მიიღებთ, ან გარემო რამდენად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ამ სიყვარულს რამე განვითარება ექნება. ან შეიძლება აქ ჩაუთვალოთ ეს მომენტი, რომ ამ პიროვნებამ რაღაც არაკეთილ სინდისიერი გზებით მოაღწია თქვენს გულამდე, იფიქრა რომ არაფერი დაშავდებოდა, მერე ისე მოხდა რომ ამ პიროვნებას ძალიან შეუყვარდით, თქვენს გარეშე აღარ შეუძლია და ვეღარ გაუგია ახადოს ფარდა თუ არა იმ ფაქტს, რასაც მალავს. ან თუ გაცხადდა ეს ყველაფერი და თქვენ იცით, რასაც მალავდა, დაგკარგათ და ახლა ხვდება თქვენთან ურთიერთობა, რას ნიშნავდა თურმე მისთვის და რომ ესეთი სტარტი არ ღირდა, რომ შეცდა, რომ ვერ შეგაფასად და თავისი გრძნობები ახლა წამოვიდა და ახლა მიხვდა თუ
როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და რამხელა გრძნობები დატოვეთ მასში. აქ ძალიან დიდ სინანულს გრძნობ, ყველა პოზიციაზე თითქოს სინანული მოდის ამ ადამიანის. მისი ემოციები თქვენზე. მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე, რასაც ახლა არ ამხელს ორიანი მონეტა გვყვება ასეთ სიტუაციას, რომ ეს პიროვნება შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ დასტაბილურდა, ან ვერ ჩამოყალიბდა, ყოველთვის ურთიერთობას რაღაცას აკლებდა, ან ხუთი ნაბიჯით თუ უკან იხევდა ერთით წინ მოდიოდა, ხან პირიქით, რაღაც თავის დამოკიდებულებაში ვერ იყო ჩამოყალიბებული, ან ახლაც რაღაცნაირად ვერ ჩამოყალიბებულა. და თავის მაქმედებებმა გამოიწვია ბევრი ისეთი შედეგები ურთიერთობაში, რომ თავის თავზე რაღაც პასუხისგებლობა ან არ აიღო, ან ვერ აიღო, ან ურთიერთობაში ფლირტი მოსწონდა ძალიან, მერე ეს თამაშები თითქოს რეალურ გრძნობებში გადაიზარდა და ახლა ეს ურთიერთობა მივიდა რაღაც მდგომარეობამდე, სადაც უკვე ხვდებით, რომ სიტუაცია ძალიან იძაბება, ან უკვე დაიძაბა და არ იცის ამ ყველაფერზე როგორ ისაუბროს, ან თავი როგორ იმართლოს, ან საერთოდ ღირს თუ არა ამ ყველაფრის მოყოლა, ან საერთოდ ღირს თუ არა თავის მართლება. თითქოს ეს პიროვნება აქამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, გრძნობდა თუ არა თავს კარგად, რასაც ჩაიფიქრებდა, ორიენტირებული იყო, რომ ის სურვილი მიაღწია, თავისი დაგეგმილი მდგომარეობები სისრულეში მოეყვანა, სხვა ადამიანის ემოციებს დიდად ყურადღებას აქამდე არ აქცევდა, მაგრამ თქვენზე სხვა მდგომარეობა დახვდა, იმიტომ რომ აქ ხვდება, რომ თქვენს გარეშე სავსე აღარ არის და არაფერი აღარ აბედნიერებს და აღარ უხარია. ან თუ მაინც ერთად ხართ, აი ეს ფაქტი მის დღევანდელ სავსეობაზე და აბედნიერებაზე ზეგავლენას ახდენს. ანუ თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი ეს ფაქტი მასში იწვევს რაღაც ხინჯს. აქ ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი არ გეგმავდა რაღაც სიყვარულს ან ურთიერთობას და თამაში როგორ ფლირტი და მოწონება გადაიზარდა იმაზე სერიოზულ ვიბრაციებში, ვიდრე წარმოედგინა. შეიძლება ეს პიროვნება არ იყოს თავისუფალი, ან მას ყავდეს მუდმივი პარტნიორი, ან შეიძლება თქვენს მიღმა ვიღაც ადამიანი არის, რომლის ენერგიასაც დღემდე ვერ უშვებს, შეიძლება ფიზიკურად ერთად არ იყვნენ, მაგრამ ემოციურად ვიღაცასთან იყოს დაკავშირებული და ეს ორიანი მონეტა, რომ გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ იღებდა, აქედან იყოს გამოწვეული. თუ დაზუსტებით იცით, რომ არავინ არ ყავს ამ ადამიანს და არის მარტო და არანაირად მესამე პირი ურთიერთობაში არ არსებობს, აქ შეიძლება იყოს მის საიდუმლო ფიქრები და ემოციები დაკავშირებული იმაზე, რომ ამ სიტუაციაში სტაბილური პარტნიორის, სტაბილური ურთიერთობის სურვილი თითქოს აქვს, მაგრამ თან ეშინია ამ ყველაფრის, რომ სტაბილურად ერთ პარტნიორთან იყოს. ესეც შეიძლება ჩავთვალოთ აქ. მოიცადეთ, რომ თუ ახლა არ ეკონტაქტებით ეს პიროვნება ძალიან განიცდის და ენატრებით, ძალიან ორიენტირებული არის, თითქოს პრიორიტეტები ახლა უფრო თქვენ სასარგებლოდ დაალაგა, თითქოს ახლა უფრო ხვდება, რომ მის ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ, ან ხვდება, რომ თქვენი გაშვება და გონებიდან ვერ გშლით ეს პიროვნება, მაგრამ რაღაც მას აქვს რაღაც ისეთი ფაქტორები ახლა ცხოვრებაში, სადაც შეიძლება თვითონ დამოუკიდებლად ვერწყვეტდეს რაღაც თავის ანუ
თითქოს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს თავის ბედს, ანუ საკუთარ თავს არ ეკუთვნის, ან მისი ოჯახის წევრები აქტიურად ასე ვთქვათ, დიდ მონაწილეობას იღებენ თავის პირად ცხოვრებაში, ან რაღაც ურთიერთობა ნამდვილად არსებობს ამ თქვენი, ასე ვთქვათ, სასიყვარულო ისტორიის მიღმა, ან რომლის შესახებაც ან შეიძლება დამალა, ან რაღაც ფაქტები დამალა, ან მერე გამჟღავდა, რომ არსებობს სხვა ადამიანი. ასე რომ საჯარო გაშლა არის, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მოარგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე აქ ვფიქრობ, რომ თუ არ ეკონტაქტებით ეს ადამიანი აუცილებლად შეიძლება ეს გრძნობები თქვენთან არ გაამხილოს, იმიტომ რომ რაღაც გარემოებებში ძალიან ჩიხში არის შესული, მაგრამ მაინც თავს შეგახსენებთ. რაღაცით მაინც შეიძლება არ მოგწეროთ, მაგრამ მიხვდეთ, რომ ამ ფოტო დაელაიქა, ან სტორიზე შემოვიდა, რაღაცა მის ენერგიას უახლოეს პერიოდში იგრძნობს, ვისაც კონტაქტი გაქვთ აქტიურად მასთან. ამ სიტუაციაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დიდი ხანგრძლივი ფიქრისა და ორჭოფისა და ნერვიულობის შემდეგ ამ პიროვნებამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და სტაბილურ ურთიერთობაში შემოსვლის სურვილი გამოთქვას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, მოვალ შეხვედრამდე.